მოგესალმებით, მე ვარ ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცკიტიშვილი. დღეს ვისაუბრებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო სარჩელი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების წესის კონსტიტუციასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2012 წლის 5 დეკემბერს შეიტანა ადამიანის უფლებათა ცენტრის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა უჩან ანუაშვილმა და ორგანიზაციის იურისტმა კონსტიტუციონალისტმა მიხეილ შარაშიძემ. სამწუხაროდ დიდი ხანი დაჭირდა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ სარჩელის განსახილველად, თუმცა გუშინ გამოიტანა ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რითაც დადასტურდა, რომ დარღვეული იყო ამომრჩეველთა ხმების თანაწონადობის პრინციპი, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ამომრჩეველთა დისკრიმინაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა ისიც, რომ არსებული საარჩევნო სისტემა არის ხარვეზიანი, რაზეც ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე სხვა პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი ხანია ვსაუბრობთ და მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დროულად დაიწყოს მუშაობა არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასადგმელი, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით, ისე ამომრჩეველთა და საზოგადოების ინფორმირების მიმართულებით. ჩვენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მარტში გავაფორმეთ სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმი, სადაც მოუწოდეთ ხელისუფლებას სწორედ, რომ არის საჭირო ეს არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა, კერძოდ ჩვენ მიუთითეთ, რომ დღეს არსებული მაჟორიტარული სისტემა არის შესაძლებელი, ასევე მიუთითეთ, რომ ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ასევე ამომრჩეველთა ხმის თანაბარი წონა, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა და სხვა საკითხები. ამის უზრუნველსაყოფად საჭიროა, რომ ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს მოლაპარაკებათა მრავალპარტიული ფორმატის შექმნას, სადაც გაერთიანებული იქნებიან საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები და დისკუსიების შედეგად მოხდება ინიცირება ახალი საარჩევნო სისტემისა, რომელიც იქნება სრულყოფილი და ამაზე თავის დასკვნა უნდა მოამზადოს ასევე საერთაშორისო საექსპერტო წრეებმა. სამწუხაროდ ამ მიმართულებით ხელისუფლება პასიურობს, თუმცა გუშინდელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივად არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება ვალდებული იქნება დაიწყოს ეს პროცესი და შეცვალოს არსებული ხარვეზიანი სისტემა. საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით უფრო დეტალურად გესაუბრებათ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტარ ლონდარიძე, რომელიც თავის დროზე ჩართული იყო მიმდინარე პროექტში ადამიანის უფლებათა ცენტრი 2012 წლის საარჩევნო პროცესის გრძელვადიან მონიტორინგს ახორციელებდა და ნესტარ ლონდარიძე ამ პროცესის მონაწილე გახდათ. მოგესალმებით, მე გახლავართ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტარ ლონდარიძე. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ 2015 წლის 28 მაისის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რათა ქვეყანაში ჩამოყალიბდეს თანასწორობის პრინციპზე ობიექტური და სამართლიანი საარჩევნო სისტემა. აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას გვაძლევს ქვეყნის კანონმდებლობა დაექვემდებარო საქართველოს კონსტიტუციას და ძირითად პრინციპებად აღიარებული იქნეს თანასწორობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. როგორც უკვე მოგახსენეთ, კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი იქნა 2012 წლის 4 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის იმდროინდელი ხელმძღვანელის აღმასრულებელი დირექტორის უჩან ანუაშვილისა და იურისტის მიხეილ შარაშიძის მიერ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2012 წლის არჩევნებში ჩართული იყო და აწარმოებდა საარჩევნო პროცესის გრძელვადიან მონიტორინგს. სწორედ ამ მონიტორინგის დროს გამოვლენილ საარჩევნო კანონმდებლობის სისტემურმა ხასიათის დარღვევებმა განაპირობა საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება და მიმართვა. საკონსტიტუციო სარჩელი შეტანილი იქნა ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 100-ათე მუხლის პირველ და მეორე პუნქტების საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების კონსტიტუციურობის საკითხის მიმართებაში კონსტიტუციის მე-14 და 22 მუხლებთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში იყო ძალიან დიდი სხვაობა ამომრჩეველთა რაოდენობის. მაგალითისათვის რომ მოვიყვანოთ, ყაზბეგის საარჩევნო 29 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენდა 5810 ამომრჩეველი. მაშინ, როდესაც საბურთალოს ნომერ მე-3 ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობას შეადგენს 128555 ამომრჩეველი. შესაბამისად, იქნება ისეთი მდგომარეობა, როდესაც ყაზბეგის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ერთი ხმა 22-ჯერ უფრო წონადია, ვიდრე საბურთალოს ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა. აღნიშნული კიდევ პირდაპირ არის დარღვევა თანასწორობის პრინციპისა, ამ შემთხვევაში უკვე ამომრჩეველთა ხმების თანაბარწონადობის პრინციპის, რაც უშუალოდ იძლევა დისკრიმინაციის საფუძველს, ეს არის დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნულ პრობლემაზე ყურადღება მახვილდებოდა ჯერ კიდევ 2008 წელს, მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნების ბოლოს EUTOM გამოაქვეყნა თავისი ანგარიში. ამ ანგარიში ხაზგასმული იყო და რეკომენდაციის სახით იძლეოდა ამ პრობლემის აღმოფხვრას. ასევე საყურადღებოა 2011 წლის 19 დეკემბრის ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც ასევე მითითებულია რეკომენდაციის სახით, რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემა და ასევე არის ხაზგასმული, რომ ამომრჩეველთა შორის თანაბარდობა შორის სხვაობა დასაშვების ზღვარი შეიძლება ყოფილიყო 10-15%, მაშინ, როდესაც საქართველოში ასეთი სხვაობა შეადგენდა 82%-ს. სწორედ ეს წარმოადგენს დისკრიმინაციას და კონსტიტუციის უფლების ხელყოფას. ეს არის უფლება ამომრჩეველს ჰქონდეს იგივე წონა ან საქართველოში მაცხოვრებელ სხვა ამომრჩეველთან შედარებით. ანუ საქართველოში მაცხოვრებელ ყველა ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს თანაბარი წონა. სწორედ აქედან გამომდინარე, გუშინდელი გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობთ, პარლამენტი უკვე იმუშავებს ამ საკითხთან დაკავშირებით და მიიღებს ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც დაცული იქნება თანაბარი უფლებები ამომრჩეველთათვის და თანაბარი წონა იქნება თითო ამომრჩევლის ხმას. იძულებული გახდება ხელისუფლება, რომ უკვე იმუშაოს ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ამ გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად არის კანონმდებლობის ეს მუხლი ცნობილი, რაც საშუალებას იძლევა და აუცილებლობას წარმოადგენს, შეიცვალოს და მიიღოს შესაბამისი ცვლილებები. შესაბამისი ცვლილებები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სამუშაოს წარმოადგენს, ეს არ არის უცბად გადასაწყვეტის საკითხი. ვიმედოვნებთ, რა თქმა უნდა, არჩევნებამდე იქნება გარკვეული ცვლილებები მიღებული, მაგრამ დასაფიქრებელია და სამუშაო არის ყოველ შემთხვევაში პარლამენტისთვის. სამწუხარო ის არის, რომ თვითონ დღევანდელი ხელისუფლებაც, როდესაც ის იყო ოპოზიციაში, აკრიტიკებდა არსებულ საარჩევნო სისტემას, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში ხარ, უფრო იმზიდველი ხდება ის პრივილეგიები, რაც ამ ხარვეზიანი საარჩევნო სისტემისთვის არის დამახასიათებელი, ოღონდ ეს როგორც წესი ეს პრივილეგიები არის ხელისუფლებაში მყოფისთვის. ამიტომ არის რომ ოპოზიცია უფრო აქტიურობს და მოითხოვს ამ საარჩევნო ცვლილებებს. არა მარტო დღევანდელი ოპოზიცია, არამედ ადრინდელ წინა ხელისუფლების პერიოდში ყოფილი ოპოზიციები და აქაც ჩანს რომ ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, ყოველთვის არის რატომღაც დაინტერესებული, რომ შეინარჩუნოს ეს ხარვეზიანი სისტემა. თუმცა იცით რა არის, ეს ვფიქრობთ, რომ უფრო გაუაზრებლად იყო მექანიკურად მიერთებული იქნა მუნიციპალიტეტს ოლქების ფორმირების წესი და ამ შემთხვევაში არ იქნა გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა სხვადასხვა რაოდენობა.
სწორედ ამან გამოიწვია. ის ფაქტი, რომ ხელისუფლება, რომელიც ამ სისტემას თვითონ აკრიტიკებდა წარსულში, შესაძაც ის იყო ოპოზიცია და არ ცვლის ამ სისტემას უკვე ხა როცა აქვს გამის გარკვეული მექანიზმები და თვითონ არის ხელისუფლებაში უკვე ეჭვს, რომ ზოგადად მაჟორიტარული სისტემა არის იმდენად მანკიერი და იმდენად ამ ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენებით იმდენად ხელს აძლევს ნებისმიერ ხელისუფლებას, რომ ვერ ელებიან ამ სისტემას და ურჩევნად ის იყოს ისეთი, როგორც არის და მიიღონ ხმები ამ ასეთ სისტემაში. ეხლა რა თქმა უნდა მნიშვნელობა ექნება, როგორ შეიცვლება ეს სისტემა და ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ რაც შეიძლება მრავალპარტიული ფორმატი იყოს, სადაც საზოგადოების ფართო წრეები მიიღებენ მონაწილეობას ამის შეცვლაში, რომ არ მივიღოთ ამაზე უარესი სისტემა და მართლაც კონსენსუსის ძალით მოხდეს დახვეწა ამ სისტემის. კიდევ აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ 2012 წელს, როდესაც ადამიანის უფლებათა ცენტრი აწარმოებდა საარჩევნო პროცესების მონიტორინგს, გამოვლინდა არა მხოლოდ ეს დარღვევა, არამედ ძალიან ბევრ პრობლემასთან დაკავშირებით გვაქვს აღნიშნული ჩვენს ანგარიშში, რომელიც ასევე 2012 წელს გამოქვეყნდა. ასე რომ ყურადღება გასამახვილებელი არა მარტო ამ ფაქტთან დაკავშირებით, არამედ მთელი საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რაც მთლიანად კანონმდებლობაში არის ჩადებული. ეს უბრალოდ წინ გადადგმული ნაბიჯია ეს გადაწყვეტილება, თუმცა ასევე არის ძალიან ბევრი ხარვეზი დღევანდელ საარჩევნო კანონმდებლობაში. ვიმედოვნეთ. იცი რა, ხა ვეღარ ვასწრებთ და აი არ გამოვიდეს. რა არის არჩევნების ის ანუ მიღწევა და ამ ხელისუფლების მიღწევა სახელდება ის, რომ ზოგადად სახელმწიფოს მიღწევა, რომ არჩევნები გაყალბება აღარ ხდება. იმ მასშტაბით, რაც ადრე არჩევნების გაყალბება არ არის მარტო ის პრობლემა. რა თქმა უნდა. რაც ამომრჩევლებს არის პრობლემა. მარტო ეს არ არის პრობლემა. ანუ ეს კანონი კიდევ არის ეს გადაწყვეტილება კი ბატონო